და დასტუკებული მაქვს ნიკო. რაკაია მაგაჟვერთან. ცოტა მაქვს ნერვები მოშლილი რა. ეს ვაპირებ რომ ძალიან ცუდად მოვიქცე. მე რამდენი ეპიზოდი წერს? მე 6 ეპიზოდი. მე 6 ეპიზოდი წერ. აქვე გეტყვით რომ ჩემი დავასტუკე. და აქვე გეტყვით იმასაც რომ თუ რაღაც მაგარი ვიდეოები გჭირდებათ თავისი პროდაქშენი და ორი ძალიან დახატული ბიჭით რომელიც ყველაფერს თვითონ აკეთებს საერთოდ და ჩემი გადაცემის ხარისხსაც ეტყობა Cupcake Studios აგერ დავთაგავთ და ეწერება და მე თქვენი საქმეს თქვენიც და მადლობებიც მე იყოს მაგრამ ეს ბოლომდე ვერ მოგეცემიან იცით იმიტომ რომ ჩემებიც არიან დღეს ჩავალთ ჩვენ რატისთან არ ვიცი რას გვიმზადებს არ ვიცი რას ვაჭმევს მაგრამ ზუსტად ვიცით რომ ყველაზე გემრიელი იქნება და ჩემი სტუმარი თან ჩემი დაი წავედით რატი მოდი როგორ ხარ შეფ? რა ვისე შენ როგორ მიდის ვარსკვლავური ცხოვრება შეფ? მოგემატა ხალხი ისე რესტორანში შეფ? კი, სხვადასხვა. ხედავ? და ახლა უკვე ახლა უბრალოდ სტეიქსა. არ უბრალოდ სტეიქსა? კი. ჩემი დამოდის და უყვარს ჭამა. ახლა უბრალოდ სუკის მწვაც, ახლა უბრალოდ სუკის მწვაც, ახლა უბრალოდ სუკი ვლიად. დოგვი соуსი აქვს სალას, მე კიდე სუკი, მე კიდე სალა, მე კიდე სუკი, კიდე სალა და ეს დავბრაცოთ სტეიკი. ეს არის საფერავის соуსი. გადმომეცხა ცოტა. არა. ამჯერა. ხახო ამ ყველაფერს თქვენ გონიათ რომ მე ვიგონებ. მართლა ეგეთი რაღაცეები მემარტება. აი ეს არის დუხილი. ვიღებთ და დავარქვით ამას წვადი. ხოლო დღეს არის ისტორიული დღე. რაც მოვედი სამზარეულოში არ მაგდებს რა. აი არ მაგდებს. რატო არ მაგდებს? არ მაგდებს? აი არ მაგდებს? ხო და ნუ მაგდებ. საქონლის სუკის წვადი დაბეგვილი არის ძალიან თხwad. დაფენილი აქვს სალის ძალიან თხელი ნაჭრები და კიდე აქვს დოგი соуსი. ხორცს და ცხიმს ძალიან უხდება დოგი და გამოდის საფერავის соуსთან ერთად. Hello. ორა მაყაშვილებთან. ჩემი დაია, ჩემი სისხლი და ხორცი. ჩემი ნეკნი. შენი ნეკნი არ ვარ. არის მშიერი, მოშიებული ბავშვი არ უჭამიან და დღეს ვაპირებთ რომ 6 ეპიზოდია გიყურებთ როგორ აჭმევს ხვებს აჭამეთ რა. ნიუცა, მოდი თან დავიწყოთ. მოდა. გავიხსენოთ ჩვენი ბავშვების ეპიზოდები საჭმელთან დაკავშირებული და თან პერიოდულად შემშეკივლე ხოლმე ისეთი გემრიელია. ვითხარი საერთოდ რომ დისი ჭამა გიყვარს? ყველაფრის ჭამა მიყვარს რაც ცხარე არ არის. ეს ცხარია, ვეღარ შეჭამს ხო? მართლა კი რა გაგეხმურე. დისი ჭამა არ გიყვარს? არ მიყვარს ენა. ჰა? არ მიყვარს ღვიძლი. ხო. არ მიყვარს ლოქო. აჰა. არ მიყვარს ძალიან ცხიმიანი რაღაცეები. ხო. შენ თვითონ გემრიელ რომ მოსაკონს აკეთებ გემრიელად? მაგას მე მეკითხები? ხო. შენ უნდა თქვა ეგ მე რომ არა, ვაკეთებ. შენ რომელს თქვი რომ გემრიელად აკეთებ? გამანიწეს ახლა. მოვიდა დახატული. მოვიდა და მოვიდა ჩელფის საფერავი ქვევრის 2020 წლის შესანიშნავი წელი იყო. გავსიჯო დავაგებინოთ. აჰა. რატო რო? ნინუცა. აი მაინტერესებს. ხმას არ ვიყო ბავშვი რა მივარ. შენ არ სვავ? შენ არა? შეშე არ არის? ვერ ჩამოვიტარი. ვერ ჩემები. პირველია 200. დადეეს იქ მიდი. რა. აუ გუნძანებო. Oh my god. Okay. ხა წავალ. გავმარჯოს ორა მაყაშვილებს. გავმარჯოს. და მადლობა ჩელტის რომ ჩვენთან ერთად არის. წამალია ხალხო. არა, მაგრამ ეს უეჭველი უნდა ხო? წამლად შეგერგებათ. აი ესე. ეს ღვინო უნდა დალიოთ დღეში ერთი ჩიქა და იქნებით კარგად სიზღძარღვები რამე რომე. კაი. ახლა ვაგრძელებთ. არა, მართლა გემრიელი. მართლა გემრიელი რომელი ეს თუ ეს? მინდა რომ მომიყვე ბავშვობაში რამე საჭმელთან დაკავშირებული ისტორია რაც რომელი ერთი გამწარებული ყავდი მართლა მთელი ბავშვობა, იმიტომ რომ შენ გეზიზღებოდა მწვანელობიო, მე მივყავდა მწვანელობიო, მე მეზიზღებოდა წითელობიო და აი აუცილებელი საჭმელი რო იყო რომ ან ეგ უნდა გეჭამა, ან მშიერი იყავი. აუცილებელი რა წამს? ანუ აი არ გახსოვს ეგრე იყო, ან ჭამდი, ან არ ჭამდი. ხო მე არ ჭამდი. შენ არ ჭამდი. ბებია ჩვენი ვაკეთებდა საჭმელს, ანუ ორი დღე ის საჭმელი უნდა გეჭამა, ან სამ. ხო, ანუ აი
წვნიანი შუა დღეს აუცილებლად მოსწნეულთან ერთად და შენ არ გიყვარდა მწვანელობია და მახსოვს რომ რაც ამსაც მე და შენთან აუცილებლად ხო ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს ვისხედით და მე რო გავდიოდი საჭიროების ოთახში მე შემოვდიოდი და ეს ნაჭამი ხდებოდა კიდე ესე გორა იმიტომ რომ შენ ნაჭამდი და მიდევდი ამ საჭმელს და მე გინდა არ გინდა უნდა მეჭამა იმიტომ რომ ყველას ეგონა რომ რუსკას ნაჭამი ქონდა და მე არა და მე ვისკედოდი შევიდა ჭამის დროს ერთხელ შევიდა ბალეტში და გამოვიდა და ეს თებზე ხედო თავისი მწვანელობიო და რომ შემოვიდა ეს გორაკი დავახვედრე ანუ სრიანად რაც მე და ყველაფერი გადავუდა და ანუ მე ჭამე უკვე და ესე უდევდი ყველაფერს ხალეულობასაც ეგრე უდევდი მეც აღიარებ და გეტყვი რომ წითელობიოს მეც გედევდი იმიტომ რომ არ მიყვარდა წითელობიო მე მიყვარდა მე ხა მიყვარს და მაგრამ ისტორია გახსენდება ჭამასთან დაკავშირებით მე რომ საჭმელი გავაკეთე გახსოვს ჩემი პირველი გაკეთებული საჭმელი რა იყო პიცა რომელსაც დავარქვი ნუნი მე არ მიტყვი რატო ერქვა შენ ქონდა და იმიტომ შენ მახსოვს ნუნი რო ქონდა მაგრამ ეგ თეატრალური პერიოდში იყო და მაგრამ საჭმელი არ გაგიკეთებია არასდროს მე ამას ვაგრძელებ იმიტომ რომ ეს არის საოცრება თურმე ხო ძალიან გემრიელია მართლა აი პაიმანზე რომ მიდიხარ რა შეუყვეთავ პაიმანზე რომ მივდიოდე ხო პაიმანზე რომ მიდიოდე აი ძალიან სიმპათიური ბიჭთან ერთად რომელიც აი არის შოქში და ძალიან გშია მაგრამ აი ძალიან მოგწონს ეს ბიჭი და აი ძალიან გერიდება ჭამაკაში დაკომპლექსდი რა ხო ხდება ხოლმე რა კომპლექსები მოვედი რა აი არის შეხედე ძალიან მარტივად ვიტყვი მე თუ იმ ადამიანთან ერთად ვისთანაც ერთად დეიტზე წავალ არ მექნება იმის საშუალება რომ ვიყო ის რაც ვარ აი მე ერთი დღე ნინუცა თავიდან არა ნუ აი მაინც ეხლა ნუ გააჩნია სად წავალთ მაგრამ აი ნუ ძალიან ფენსი რესტორანში წავალთ მაშინ აი რაღაცა სალატ შევჭამ ან ჩაშალე ახლა მე იყო ის ვინც არ და რაღაცები არ გელაპარაკები აი მოგწონს ბიჭის სიგიჟემდე და ანუ არ გინდა რომ რა ისა რა ქვია აი მე ვიყო და ახლა ის არ მინდა რომ ნახოს როგორი ცხოველი ვარ რომ ჭამ აი არ გინდა რომ გამოავლინო შეითვისებები იმიტომ რომ ის მაგალითად არ მოწონს გოგოები რომ ჭამენ აი რაღაც ყველანაირად ვთვლობ რომ გაგირთულო გამოცანა რა შეუყვეთავდი სალატს მართლა რომელ სალატს შეჯარს თუ ბერძნულს მწვანეს უბრალოდ ფოთლები როა სამეული გამიკეთე საჭმელების ხუთეული შემწვარი კარტოფილი. კერძების, ხო. პირველ ადგილზე შემწვარი კარტოფილი. ყველანაირად შემწვარი კარტოფილი, ზოგადად კარტოფილი, საერთოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ კარტოფილი. უბრალოდ კარტოფილი. უბრალოდ. ჩემი შვილს მეორე შვილს კარტოფილი და ჩემ კარტოხა. კარტოხა. ბრინჯი ბოსტნეულით. მეორე ადგილზე გაქვს ბრინჯი ბოსტნეულით, მაგ მეორე ადგილზე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. აი, სამეული იყოს რა გამაგიჟე უკვე. აი, დაკალე. და ვესტროგანოვი. მართალი, ეს კერძებიდან. კერძებიდან. მაგარი მთვალი ვარ მე მგონი ხო არ გადა. დესერტი. ყველაზე უცნაური კომბინაცია საჭმის რა გიჭამია? ბანანას პიცაში. ანუ აი ვერ ვამუღამე. რომელ საჭმელს ვერ ჭამ ყველასწორ წინ? ორას დესერტი. ორას დესერტი? მე და შენ თუ გავჩერდები და ვილაპარაკებ დღეს რამე ძალიან კარგი იქნება. ორაში ვინც მოხვალთ? აქ შევუკვეთეთ ორას დესერტი. ეს არის მე არ ვიცი ხალხო. აი ახალი საყვარელი დესერტია აღმოვაჩინე. მართლა. ორას დესერტი. ორას დესერტი. გაგვიმარჯოს. Chalty, melty, quality. Ja. ძალიან გემრიელი ღვინოა. Oh my god. ერთად ჯინგს. ავა თუ ჩაი? ავა. ხაჭაპური თუ პიცა? ავა. კეჩუპი. ნიდა მოსტელო ხარ. ხაჭაპური და პიცა და ყავა. მოჭამის მინდა ყავა. ყველაფერი ყავა. ყავა და წავიდა. ხაჭაპური თუ პიცა? ხაჭაპური. კეჩუპი თუ მაიონეზი? არც ერთი. ჩაი თუ ყავა, ჩავა თუ ყავა? ჩავაღა. ყავა. ჩავა თუ ყავა? ყავა. აუ გახსოვს? ერთი ისტორია უნდა მოყვე. ნაკლებ რაღაც გადაღებაზე ვართ მე და ნინუსა და ნინუსას აქვს ესეთი ტექსტები. პატარები ვიყავით მაშინ რა. ანუ სტუდენტები ვიყავით, არ პირველ კურსზე ვიყავით და ნუ ძალიან ნერვიულობდით ამ რაღაც გადაღებაზე. ხო და ნინუსას ქონდა ესეთი ტექსტი. ჩაი გინებავთ თუ ყავას? ანუ ჩაი გინებავთ თუ ყავა? ჩაი გინდათ თუ ყავა და ჩაიყავით. და ნინუსა ესე ეკითხებოდა ყველა დუბზე. ჩაიყავით გინდათ? ჩაიყავით გინდათ? ჩაიყავით ნინუსა რა ჩაიყავით? ანუ ჩაის ან ყავას დალევ. კი, გავიგეთ. თავიდან მე დაიწყებოდათ. მატორ, ჩაიყავით გინდათ? ანუ ერთი შვიდაჟე. ვინდა და რომ ჩაიყოთ? ვის რა უნდა ჩაიყო ნინუსა? არ ვიცი. ხო და ეგეთი ვარიანტია. ხა ჩაიყავით გამოგივიდა. თავიდან ვიწყებთ ბლიცს. დავაი. ტვინი თუ მწარე? ტვინი. სახლის საჭმელი თუ ფასტ ფუდი?
სახლის საჭმელი. დესერტი საჭმლის წინ თუ შემდეგ? შემდეგ. ცხარე თუ საერთოდ არა ცხარე? არანაირად ცხარე. თენდება ახალი წელი. აი მოკლედ რა. გასინჯე. აი ესე რომ ყველაფერი გქონდეს თევზი. გაშინჯე. გაშინჯე. რამდენი მიგაგა დათოვერა. აბა რას მეძახ? მუტანტია. აი გასინჯე. გაშინჯე. ვაგა. ხო, ამასობაში ჩვენ დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ უბრალოდ ფიზიკურად ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ. წავიდა ნინუცა. ხო და სხვათა შორის ერთი შეკითხვა მაქვს. შეკითხვა კი არა, თხოვნა მაქვს თქვენთან მეგობრებო. დაგვიწერეთ სულ ერთია რომელიმე პლატფორმაზე ჩვენი ვიდეოს ქვეშ. ვინ გინდათ რომ იყოს სტუმარი? რომელსაც ყველაზე მეტი ხმა იქნება, ის მოვა სტუმრად. იმას ეკრება პატივი. მშვიდობით. მალე მოვალთ უკან. სხვა რა გზაა?